ერთი ქრისტიანი იხსენებდა, რაოდენ მტკივნეული იყო მისთვის იმის დანახვა, თუ როგორ კარგავდა მამამისი მეხსიერებას დემენციის გამო. დემენცია შეუბრალებელია, ერთმანეთის მიყოლებით შლის მოგონებებს მანამ, სანამ ადამიანს საერთოდ არაფერი ემახსოვრება განვლილი ცხოვრების შესახებ. ერთ ღამით ამ მორწმუნეს ესიზმრა, რომ ღმერთს ხელში განძით სავსე პატარა ყუთი ეჭირა და ეუბნებოდა მას. მამაშენის ყველა მოგონება უსაფრთხოდაა და ცული აქ. მე ვინახავ მათ. ერთ დღეს ზეცაში მე ყველა მოგონებას დავუბრუნებ მას. მომდევნო წლების განმავლობაში ეს სიზმარი ამხნევებდა ამ ქრისტიანს ყოველთვის, როცა მამამისი ვეღარ ცნობდა მას. ეს სიზმარი მისთვის იყო შეხსენება იმისა, რომ მამის ნეულება დროებითი გახდათ და რა კი ის ღვთისშვილი იყო გარდაცვალების შემდეგ ზეცაში, უფალი მას ყველა მოგონებას დაუბრუნებდა. ამ მორწმუნეს ამხნევებდა მოციქულ პავლეს სიტყვების გახსენებას, რომელიც წერს, რომ ტანჯვა მსუბუქი და ხანმოკლეა. მოციქული ტანჯვის მნიშვნელობას როდი აკნინებს, მან თავადაც ბევრი იტანჯა. პავლე ხაზს უსვამდა იმას, რომ მარადისობასა და მომავალ დიდებასთან შედარებით ჩვენი ტანჯვანი მსუბუქი და ხანმოკლეა. ყველა დიდებული კურთხევა, რომლებიც უკვე გვაქვს ქრისტეში და რომლებიც გვექნება მომავალში, განუსაზღვრელად აღმატებული იქნება ამ ცხოვრების ყველა ტანჯვაზე. ღმერთის დაპირებებიდან გამომდინარე არ უნდა დავკარგოთ მხნეობა და მაშინაც კი, როცა ვიტანჯებით, შეგვიძლია ყოველი დღე წმენით გავატაროთ და გქონდეს ნდობა უფლის მიმართ, რომ მისი ძალა განგვაახლებს და დღესვე მივაპყროთ თვალი მის დაპირებებს.